მერკური ქალწულის ზოდიაქოში ერთ-ერთი ძლიერი არის, იმ კუთხით, რომ ქალწული ეს არის ანალიტიკა, დეტალებზე ორიენტირება, მერკურის ფუნქცია თვითონ ჩვენ რუკაში ეს არის სუფთა გონება. გააზრება, რომ შეგვიძლია რაღაცების მოქნილი აზროვნება, უცებ რომ მივდგებით, მოვდგებით იქ რაღაცებს მოვახერხებთ ხა. სტრუქტურულად ქალწულის ენერგია მერკურთან ეს არის, მმართველი არის და შესაბამისად ერთ-ერთი ძლიერი. პოზიტიური მხარე რა არის? ან ძალიან პრაგმატულები, ძალიან სუფთა აზროვნება აქვთ, ან სისუფთავისკენ აქვთ. მიდრეკილება ქალწული თვითონ ჩვენთან სისუფთავის ენერგიასთან არის კავშირში. და სისუფთავი როგორც იცით, უნდა დავალაგო ყველაფერი, რაც ქალასური არის. არ უყვარს ასეთ ადამიანებს ბევრი ემოციის შემოტანა, ფიქრებში და აზრებში ან კომუნიკაციაში, იმიტომ რომ აქ ყველაფერი დაალაგებული უნდა იყოს, ყველაფერი ლოგიკაზე დაფუძნებული უნდა იყოს. ყველაფერი რაც ხდება უნდა იყოს გაანალიზებული. ასევე ძალიან კარგი ანალიტიკოსები არიან, პრაგმატული გონება აქვთ, უფრო შეუძლიათ დეტალებზე ორიენტირება, მათემატიკური აზროვნება აქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ მათემატიკას სწავლობთ და შეიძლება იქვე რაღაც სხვა ასპექტი იყოს, ხა ნეგატიური ასპექტი ქონდეს ნეპტუნთან მაგალითად და იქ უკვე ცვლის ხო სტრუქტურას მთლიანად, მაგრამ თვითონ არსი ეს არის ჩუმი დაკვირვებული ადამიანი. ხალხი მშვიდად აკორდება გარემოს, ანალიზს უკეთებს ყველაფერს, მე პრაგმატულად შეუძლია ეს დადოს ანალიზი. და ძალიან საჭირო არის ეს გონება, მაგალითად ისეთ საქმეებში, სადაც დეტალებზე ორიენტირება არის საჭირო, სადაც პრაგმატულობა არის საჭირო, იმიტომ რომ მიწის ენერგია არის ქალწული ჩვენთან და ის პრაგმატიზმი, ცივი, ყოველგვარი ემოციის და აღტაცების გარეშე ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ბევრ საქმეში და ძირითადად არიან ხოლმე ან ანალიტიკურ სფეროში, ბუხალტერიაში ძალიან კარგები არიან, იმიტომ რომ იქ დათვლა არის საჭირო ცივი გონებით, მხოლოდ ციფრებზე ორიენტირება. სისტემის აწყობაც ძალიან კარგად შეუძლიათ, აი გონება აქვს მიმართული ადამიანს, რომ რაღაცები დავალაგო უნდა ცხოვრებაში. პლუს მერკურ ქალწულს ცოტა ნეგატიური შეიძლება ქონდეს, ისიც გააჩნია ასპექტებს. ყველაფერი დაკმაყოფილება, იმიტომ რომ კიდე უფრო სისუფთავი ჯობია, კიდე რაღაცის დაალაგება ჯობია, კიდე არ არის ბოლომდე სრულყოფილამდე მიყვანილი, ხო? შეიძლება მწარე ენა ცოტა კრიტიკული, იმიტომ რომ ქალწულს კრიტიკულობა ახასიათებს ზოგადად. ტრაკ ნაკლებობა არის ემოციურობის და გრძნობელობის აქ. შეიძლება უბრალოდ ისე იყოს ნათქვამი, რომ აქ არ იყოს ემოცია ჩადებული და ემოცია როცა არ არის ჩადებული, იქ ცოტა ვიღაცებს შეიძლება არ ესიამოვნოთ, ხო? მოზომილობა ახასიათებს საუბარში, მოთმინება, დაკვირვებულობა და ყოველ სიტყვას შეიძლება წონიდეს ზედმეტად, ხო? რომ აი ესე ვთქვა თუ ისე ვთქვა მაგალითად, ხო? ანუ ეს უნდა იყოს ყოველი სიტყვა ზუსტი, ლოგიკური, გააზრებული.